მოგესალმებით, ძვირფასო გამომწერებო და პოტენციური გამომწერებო. დღეს ჩვენი განხილვის საგანი იქნება ქოციონალიზმი. ქოციონალიზმი, აი ეს ჭირი, რომელიც დღეს საქართველოს ჭირს, მართლაც რომ ჭირსა ვერ მოვიშორეთ და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და უშუალოდ რა სიმპტომები გვახასიათებს აი ამ დაავადების გამო. თქვენ ვინაიდან ამ ვიდეოს უყურებთ, ალბათ უკვე შეამჩნევდით ვიდეოს thumbnails, ანუ ფოტო რომელსაც დააკლიკეთ ალბათ, რომელიც აქაც არის გამოსახული და ანუ ავხსენოთ მოკლედ რა ხდება რა. აი ეს პატარა ამბავი, რაც ჩვენ თავს არის შემოხვეული დღევანდელი პოლიტიკური სივრცის მიერ. გავაანალიზოთ thumbnail-ი. მარჯვენა კუთხეში ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი იცავს თავის საჯდომს. აი ამ საჯდომის დაცვაში ეხმარება სპეცრაზმელი, რომელიც დგას ფარით. მისგან მიდის აი ეს ბოროტი ფერადი ძალა, რომელიც არის რა ვიცი, გეობის ვირუსი, ან რაღაც მაგდაგვარი, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, არ ვიცი, ვისაც ამისი გჯერათ. და აი აქ უკვე არის ის პიროვნება, რომელმაც ეს გაისროლა და ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ხო? აი სპეცრაზმელი ქართული ოცნებაა რა. აი ესე რომ ვთქვათ, მოკლედ. ხო, ევროპა არ ჩამიგვეხები აქ, იმიტომ რომ ანუ ნაციონალური მოძრაობის უკან ისედაც მოიაზრება უკვე ეს ბოროტი ევროპა და deep state. ხო, დაუბრუნდეთ ისევ ჩვენი დაავადების ანალიზს და ჩამოვთვალოთ ზოგადად რა სიმპტომები გამოიწვია ამ დაავადებამ. ეს არის პოლარიზაცია, საზოგადოება დაიყო ორად. ანუ აქეთ არიან ნაცები, აქეთ არიან ქოცები. ერთი მხარისთვის ერთი მხარეა კეთილი და მეორე ბოროტი და მეორესთვის პირიქით. ანუ ეს არის კეთილი და ეს გამოდის ბოროტი. და უკვე ოჯახებშიც კი შეაღწია აი ამ დაპირისპირებამ. ზოგი ამბობს იმას, რომ ჩვენი მთავრობა გვიცავს ყველაფერი ბოროტისგან, ღვთისგან გამოგზავნილი პიროვნება, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ გადაგვეფარაზეთ, რა ვიცი, ომი არ დაიწყო, გებმა არ დაგვიპყრეს და რაღაც ეგეთები. ასევე თავიდან ბოლომდე მომსპარია საზოგადოებრივი აზროვნება, კოლექტიური ცნობიერი, საერთოდ მკვდარია უკვე წლებია. თან არ შეგვიძლია აი უბრალო კონტექსტი გავაანალიზოთ. ამავდროულად ყველა რაღაცას იჩემებს, რომ რაღაცის ანალიზი შეუძლია. ის ტიპები, ვინც, რა ვიცი, სიტყვა პოლიტიკა გაიგო გუშინ წინ რა არის, უკვე დგანან და ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის ურთიერთობებს აანალიზებენ, რომელიც არის ძალიან რთული რაღაცა და მსოფლიოს წამყვანი პოლიტოლოგებიც კი ვერ ამბობენ იმას, რა შეიძლება მოხდეს. მაგრამ სამაგიეროდ პოსტივიზე შალვა რამიშვილმა და მისმა ორმა მეგობარმა ეს ყველაფერი იცის და ხალხს ანათლებს ამაზე. კიდევ ერთი ვთქვათ, ამ ნარატივის ჩამოყალიბებაში ვინ დაეხმარა ქართულ ოცნებას, ხო? ქართულ ოცნებას ხო რაღაც არ დაესიზმრა, ყოველ შემთხვევაში შეიძლება დაესიზმრა, მაგრამ ხალხმაც რომ დაიჯეროს ეს ყველაფერი. რაღაც სიმართლესთან ახლოს ხომ უნდა იყოს. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, ანუ როგორ აგრესიული თითქმის პროპაგანდა მიდიოდა LGBT საზოგადოების. არა და აი ეს პრობლემა, რასაც ქვია განსხვავებული ორიენტაციის ხალხთა ჩაგვრა, საერთოდ სხვანაირად უნდა მოგვარდეს. ეს ანუ აი ამის გარეთ გამოსვლა და ნახევრად შიშველი მამაკაცების რუსთაველზე სიარული, ეს ყველაფერი არ მოგვიტანს ჩვენს სიკეთეს. თან მით უმეტეს ვიცით რა საზოგადოებაში ცხოვრობთ, ხო? არის კაცად რელიგიური საზოგადოება, ქართველი ერი, რაც საკმაოდ კარგია, მაგრამ ამავდროულად რელიგიას არ გვესმის ბოლომდე, არ ვიცით რა რელიგიის წარმომადგენლები ვართ. კი, თეორიულად ყველა მიცის, რომ არის ქრისტიანი და თავის ჭკუით იცავს ქრისტიანობას, მაგრამ ბიბლია არ აქვს დაკითხული. არანაირ წესს არ ასრულებს გარდა ეკლესიაში სიარულისა, რომელიც რეალურად წესი არც არის. ანუ ეკლესიაში სიარული ხო არაფერს არ გვაძლევს ჩვენ ზოგადად თუ გარეთ გამოვალთ და ისე იმ ცოდვილ ცხოვრებას მივეცემით, რასაც ეკლესიაში შესვლამდე ვაკეთებდით, ხო? საბოლოო ჯამში, რომ შევჯერდეთ, რა მივიღეთ, ხო? მივიღეთ დაჩლუნგებული საზოგადოება, რომელსაც არ შეუძლია არაფრის გაანალიზება. ქართველი ხალხი უკვე ძალიან არის მიჩვეული აი რაღაცა მარტივი ინფორმაციის ასრუტვას. მაგალითად, ოპოზიცია თქვა, რომ ტრამპი არის პრორუსი. კი, პრორუსია. აი ნემოში რო არის, ხო იცით, ისინი თოლიები რომ მაი ამბობენ რა. აი ეგეთი რაღაცა ხდება რა, პრორუსია. ქოცების მხარეს პირიქით ხდება, რომ აი რაღაცა სასწავლება მოხდა და ბიძინა ივანიშვილის რაღაცა გათვლას დაემთხვა ტრამპის პოლიტიკა და აი ხედავთ, ანუ ბიძინამ ჩვენ გადაგვარჩინა ფაქტობრივად, იმიტომ რომ იცოდა რომ ტრამპი მოვიდოდა, ტრამპი ჩვენ გადაგვარჩენდა და სხვა დაშორის იმასაც ვერ დააკვირდა ვერავინ, რომ ზოგადად გლობალური ომის პარტია
ხმარებიდან გაქრა ეს სიტყვა და შემოვიდა deep state. ეს deep state-იც ისეთი რაღაცაა, რომ კი, თეორიულად შეიძლება არსებობდეს მართლა ის ხალხი, ვინც ზეგავლენას ახდენს ამერიკის პოლიტიკაზე, მათი ფინანსებიდან გამომდინარე თუნდაც. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ეგეთი ტიპი ჩვენ ხო საქართველოში გვიზის, რომელსაც ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ვეძახით, ხო? მისი ფინანსების ზეგავლენა საქართველოში არის უდიდესი. და ჩვენ თუ საუბრობთ კლასიკურ deep state-ზე, რაც თავისი არსით არსებობს, რაც თავისი არსით არის, მაშინ ჩვენ საქართველოში სახეზე გვყავს ეს ყველაფერი, ჩრდილში კი არ არიან. სახეზე გვყავს ტიპი, გვიზის აქ და მართავს ყველაფერს. რეალურად ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელსაც უნდა გქონდეს სამი შტო, ეს არის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო, მაგრამ სამივეს მართავს ბიძინა ივანიშვილი. არანაირი ბალანსი არ მიდის. ზოგადად ეს სამეული იმიტოა შექმნილი, რომ ერთმანეთი დააბალანსოს. გაგიგიათ ალბათ ხო სიტყვა checks and balances. ერთმანეთს ამოწმებენ, დააბალანსებენ. ერთი მეორეს. რის შემდეგაც უნდა აღმოიფხვრას ყველაფერი, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი ერთი პიროვნების ხელში არის მოქცეული, ეს არის ძალიან ცუდი. მთავრობა ყავს საშინელი, მაგრამ ამ საშინელ მთავრობას რო ვერ იშორებს ოპოზიცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია უარესია რაღაც მომენტში, ხო? იმიტომ რომ ერთი წესიერი message box-ი ვერ დაუპირისპირეს ქართული ოცნების პროპაგანდას. რაც არის აბა ომი გინდათ? არც ერთი პარტიისგან არ წარმოთქმულა სიტყვები, რომ მე ომი არ მინდა. რატო არ ამბობენ ამას, ხო? შეიძლება იმითი ახსნან, რომ მარტივად ამის ჩამოყალიბება არ შეიძლება, იმიტომ რომ აბა ომი გინდა ძალიან მარტივი კონცეფტია და ადამიანის ტვინები ისრუტავენ ამ ყველაფერს, მაგრამ დრო არ ქონდა, რა საჭიროა რომ ორ სიტყვაში ჩაატიო ეს ყველაფერი. განავრცე ნარატიულად, ხშირად ილაპარაკი ამაზე, რომ ომი არ გინდა ზოგადად, როგორ აპირებს შენ მშვიდობის მიღწევას, თუ იმათ ნეიტრალიტეტი უნდა, შენ რატო არ გინდა ნეიტრალიტეტი, რას გიშავებს ეს ნეიტრალიტეტი, ხო უნდა ჩამოაყალიბო, რაღაც აზრი მიეცეს, მაგრამ არა, ჩვენ უნდა მოვიშალოთ დიქტატურა, მაგრამ ამის მერე რას გავაკეთებთ, ჩვენ ამაზე არ უნდა ვისაუბროთ. რატომღაც ამას ამბობს ქართული ოპოზიცია და მერე რომ ქართული ოცნება იტყვის ამას, რომ ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან და უბრალოდ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ ნაცებს, ვერ შეედავები, იმიტომ რომ რეალურად ხოც, რომელსაც უნდა რომ დაუჯეროს ბიძინას, შენ უმყარებ ამით არგუმენტს და მაინც უჯერებს. ჩატარდა არჩევნები, ხო? და თუ არ იცით რა პროგრამები ქონდათ ზოგადად პარტიებს, გადაავლეთ თვალი აბსურდის თეატრის ვიდეოებს, პირველ ვიდეოდან დაიწყეთ და რამდენიმე სერია ჩამოშლილი ქართული პარტიების ისინი საარჩევნო პროგრამები, რომელსაც ვაანალიზებდით, განვიხილავდით ამ ყველაფერს, ამ არხსევე სხვათა შორის, გადადით პლეილისტში და ნახეთ ეს ყველაფერი. რაზე იყო გამახვილებული ყურადღება, ხო? 1000 ლარიანი პენსიები. რაღაცა უფასო ყვება სკოლებში. შალვა ნათელაშვილი ვაფშე გადაიჭრა რაღაც ასტრალში და ფინურ აბანოებს გვპირდებოდა, ხო? ეს ხო სისულელი, ამით შენ ვერ დაამარცხებ ისეთ ძლიერ პიროვნებას, რომელიც არის თვითონ ბიძინა ივანიშვილი. ამდენი ხანია ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გონია სულელი ადამიანი, რომელიც წამოვიდა ჭორვილადან, სოფლელი. მაგრამ არ არის ის გაუნათლებელი სოფლელი. მან მოახერხა იმდენი, რომ რა ვიცი, გაიზარდა 7 მილიარდი იპოვა შავი გზებით თუ თეთრი გზებით, მან 7 მილიარდი მოაგროვა. რამდენი ქართველია კიდევ ვისაც 7 მილიარდი აქვს, ხო? ასეთი შეიძლება, რავი, ერთი იყოს, მაგ ტიპის სახელი არ მახსოვს, მაგრამ ასეა თუ ისე მოახერხა. თუ ადამიანს ჭკუა არ აქვს, 7 მილიარდს ვერ დააგროვებს, ხო? ეს 7 მილიარდიც რა არის? ოფიციალური მონაცემები. მაგის იქით ღმერთმა იცის კიდევ რამდენი აქვს ბიძინა ივანიშვილის თვითონ ფული. დღევანდელ მოვლენებსაც რო გამოვეხმაუროთ, რა ხდება ბათუმში, ხო? ბათუმში ხდება სრული კატასტროფა. მოთხოვა ამ სტიქისთვის ყოველად მოუმზადებლები ვიყავით, მთლიანი საქართველო და ნელ-ნელა ირაზმება ქართველი საზოგადოებაც, მთავრობაც რაღაც განძრევას ცდილობს, მაგრამ არ ინძრება მაინც ბოლომდე და ვართ ასე, ხო? რეალურად გადახედეთ წინა დღეებს, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, რა მოხდა, რა იყო ნარატივი ქართული ოპოზიციის, ხო? აბრალებდნენ ქართულ ოცნებას იმას, რომ თოვლი მოვიდა, ქოცების ბრალია რომ მოთხოვა. როცა არ არის ეს ქოცების ბრალი. ხო, შეიძლება ბიძინა ცოტა შალატანოვდეს და შავი მაგიის ჯეროდეს, მაგრამ არა, ეგრე არ მოდის თოვლი. რეალურად ქართული ოცნების პრობლემა არის ის, რომ იხჩობა კორუფციაში. მთავრობას ეჩხუბებიან იმაზე,
რომ ბათუმში არ არის თოვლსახვეტი. რა უნდა ბათუმში თოვლსახვეთს, როცა თოვლი მოვიდა ბოლოს 100 წლის წინ მე მგონი. ანუ არავინ არ იცის, მე არ მახსოვს ყველა ვარიანტში, როდის მოვიდა ბოლოს თოვლი. მაგრამ განსხვავებული სიტუაციებია ზოგადად სოფლებში, სადაც თოვლი ყოველთვის მოდიოდა და საკმაოდ ბევრი. აი, ის ვიდეო თუ ვიპოვე, უნდა გავუშვა უეჭველი. რო ეკითხებიან სად არის სოფლის თოვლსახვეტი, რომელიც იყო და წადე და წინა ხელისუფლებას მოკითხეო. რა უყავს საკუთარი აწიყო გუდამაყრის? მე რა უყავი? ხო რა უყავ გუდამაყრის? გამგებელი შენახა დეპუტატი რა, ორია შენახა. საერთოდ მოგითხე წინა ხელისუფლებას. საერთოდ მოგითხე წინა ხელისუფლებას. ხო, ანუ ეს სხვათაშორის ძალიან კარგად მუშაობს, ძალიან ბევრ ქოცა მომრჩეველზე. წადე წინა ხელისუფლებას მოკითხე, წინა ხელისუფლების ბრალია, რომ 12 წელია ჩვენ თოვლსახვეთები ვერ გვიყიდია და რაც იყო ისინი შემთხვევით გაგვეფუჭდა, ან გავყიდეთ და ეს ფული საწავი და არ ვიცით. მარტო საქართველოში ხდება ისეთი ფაქტი, როდესაც სოფელს დაუნგრევენ ხიდს, არაუშენებენ, მერე სოფელი თავისი სახსრებით ააშენებს ხიდს და ამასაც ჯარში ჩაუბარებენ და კიდე არაუშენებენ. ანუ ასეთი ქვეყანა, რა ვიცი, აფრიკაში თუ იქნება მეორე. თორე ხალხი ამას არ აპატიებდა არანაირად. ეს იმის ბრალია, რომ აზროვნება არ შეგვიძლია და იმას ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ ზოგადად ქართველი ერი გენეტიკურად დებილი ერია, ხო? არა. ქართველ ერს გენიალური ხალხი ყავს. შეიძლება სტალინი არ მოგწონდეს, როგორც ქართველი, მაგრამ ბოლო-ბოლო სტალინი იყო ქართველი. ანუ ყველაზე დიდი იმპერიის მმართველი ტიპი იყო ქართველი სტალინი, რომელმაც მოიგო მეორე მსოფლიო ომი. დღეს რო ნაძვის ხეზე ვკიდებთ ბურთებს, ეს ყველაფერი არის ჯორჯ კობის დამსახურება, რომელიც იყო ქართველი. F11-ის, უბრალოდ F-ტიპის თვითმფრინავები ზოგადად დააპროექტა ქართველმა. დუბაიში ისა გიორგი ქართველიშვილმა თუ ალექსანდრე აღარ მახსოვს, ქართველიშვილი იყო თანგვარათაც. დუბაიში აი ეს ლამაზი კუნძული რომ არის, რაღაც პალმის ფოთლის ფორმა რომ აქვს, ეგეც ქართველის დაპროექტებულია. UFC-ში ჩვენ გვყავს ორი ქართველი ჩემპიონია, ხო, ერთმა ახლა გამარი დათმო, მაგრამ ის ხო მაინც ჩემპიონია, ანუ ვერ წაართმე, მას არ წაუგია ბრძოლა ჯერ. კიდე რა ვთქვათ? თუნდაც ფეხბურთში ანუ ძალიან დიდი წარმატება გვაქვს ოლიმპიადებზე ჩვენი ზომის ქვეყანასთან შედარებით ძალიან ბევრ ოქროს ვიგებთ. ასევე მეცნიერებაში ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერი გვყავდა, ანუ მე ახლა ამათ ჩამოთვლას არ ვაპირებ. შეგიძლიათ უბრალოდ დაგუგლოთ ქართველი მეცნიერები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს ფაქტობრივად. გენიალური ტიპები გვყავდა, მსახიობები გვინდა, მომღერლები გვინდა, პატა ბურჭულაძე აიღეთ, რა ვიცი, ანუ მსოფლიო დონის მომღერალია, ხო? ანუ საქართველოს ზედმეტად პატარა ქვეყანაა, მაგრამ ზედმეტად ბევრი გენიალური ტიპი ყავს. ანუ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული გენი არ არის რაღაც ჩულუნგი საზოგადოების წინაპირობა, რომ ქართულ გენს ატარებ. არა, ჩვენ ძალით დავიჩრუნგეთ თავები. გადავებით ამ ქოცნაცურ ბრძოლაში, ხო? ანუ არსებობენ ქოცები, არსებობენ ნაცები. ანუ არ შეიძლება ადამიანი ისე იყოს დებილი, თუ შენ ქოცი გონია დებილი, ანუ არ შეიძლება ქოცი არ იყოს და ისე დებილი იყოს. ანუ ან რა ვიცი, ჭკვიანი იყოს ადამიანი ისე რომ ქოცი არ იყოს, ქოცის გადმოსახედიდან. არა, არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ თუ ხარ ჩემთან, ხარ ქოცი და თუ ხარ იმასთან, ხარ ნაცი. ზუსტად ეს ხდება დღეს, ანუ გირჩი ფაქტობრივად პარტია, რომელიც ყველაზე დამოუკიდებელი პარტია ალბათ პარტიებს შორის მიეკერეს ქოცობა. ახლა რუხაძე იყო მაგათთან მისული და თქვა რომ მეოთხე არ გიშვებთო, იმიტომ იმედზე არ გიშვებთო, რომ ნაცებთან კოალიციას შევკრავთო ჰიპოთეტიურად თქვითო ასეო. ანუ აი ეს პოლარიზაცია გვსპობს და ცალკე ხალხი რო არ იაზრებს არაფერს. აი ეგ ცალკე პრობლემა არის. აი პატარა ნიცშეს მაგალითი მოვიყვანოთ ახლა და ნიცშეს აქვს დასახელებული სამი ტიპის ადამიანი. ეს არის აკლემი, ეს არის ლომი და ეს არის ბავშვი. ბავშვი არის უმაღლესი დონე. როგორც შეიძლება განვითარდეს ადამიანი. ანუ ამას თავისი წინაპირობები აქვს, მაგრამ ახლა აგეხსნით რა არის აკლემი და რატომ ცხოვრობთ აკლემების საზოგადოებაში. აკლემი არის ესეთი ცხოველი ზოგადად, რომელსაც დიდად აზრი არ მოეკითხება, არ გააჩნია და ასრულებს ყველაფერს უსიტყვოდ, ანუ სიტყვას ვერც ისე ვერ იტყვის, მაგრამ პრობლემა არ აქვს. ძალად იყიდებს აი 1000 უბედურ საქმეს, რომელიც რეალურად არ ევალება. ზუსტად, ანუ ჩვენ ვართ აკლემების საზოგადოება. და გვჭირდება ოდნავ განვითარება, განათლება გვჭირდება, რაც არ აგვაქვს ფიზიკურად. და განათლებელი საზოგადოების მართვა კიდე ძალიან მარტივია უბრალოდ. ცალკე ვერ ვაანალიზებთ იმას, ვის რა უნდა მოვთხოვოთ, ხო? ანუ არსებობს რაღაცა, რაც შეიძლება მთავრობას მოთხოვო და
და არსებობს რაღაცა, რასაც ფიზიკურად ვერ მოთხოვ, იმიტომ რომ არ არის მისი პრეროგატივა, არ უნდა გააკეთოს ამან. ხშირად თხოვენ ფასების რეგულირებას. ანუ ფასების რეგულირება როგორ წარმოგიდგენიათ ზოგადად? ანუ არ არსებობს ეგ ბუნებაში ეგეთი რაღაცა, რომ ფასები დაარეგულირო და ყველაფერი კარგად დარჩეს. ყველა პროდუქტზე მაინც არსებობს რაღაც გამონაკლისი პროდუქტები, რომელსაც დაარეგულირებ და მორჩება, მაგრამ შეუძლებელია ეგ ყველაფერი. გაჩნდება რაღაც ალტერნატივები. ანუ რეალური პრობლემა არის ის, რომ კრიშავს მთავრობა დიდ ბიზნესებს. დღეს ნიკორაში რომ მაღალი ფასებია, ეგ კი მთავრობის ბრალია, მაგრამ წინა მთავრობის ბრალიც იყო, შევარდნაძის მთავრობის ბრალიც იყო და გამსახურდიას არ დაცალდა კიდე. თორე შეიძლება მაგის ბრალიც ყოფილიყო, ან საერთოდ აიყვავებინა საქართველოს, არ ვიცით, ხო? დღეს რო არ შეგიძლია რაღაც მაღაზია გახსნა ისე რომ არ ჩაგძირონ, იმიტომ რომ ზოგადად ეს რეგულაციები პატარა ბიზნესებს უფრო ურტყავს ვიდრე დიდებს, იმიტომ რომ დიდებს უკვე ცხოვრება აწყობილი აქვს, ყველაფერი კარგად არიან, არაფერი აღარ უჭირთ. ბენზინის ფასებს დააკვირდით, ანუ რატოა ბენზინი ძვირი თქვენი აზრით? ბენზინი ძვირი იმიტოა, რომ შენ არ შეგიძლია შენი ეზოს წინ გახსნა ბენზინგასამართის სადგური. შენ რო ეს შეგეძლოს, შენ იმ ფასს დაუგდებდი, იმიტომ რომ შეხვიდოდი კონკურენციაში ხო იმასთან და შენ გაწყობს რომ რაღაც მომენტში იმაზე დაბალ ფასში ემუშაო, იმიტომ რომ კლიენტები მოიზიდო. მერე შენ რო რა ვიცი, ბევრ ფურსი შოვიდი და გახსნიდი ასეთ 10-ს კიდე, მიხვდებოდნენ რომ შენთან ხუმრობა აღარ ღირს და ასე უბრალოდ ვეღარ გაჯობებენ. ამიტომაც ლოკალურ დონეზე მაინც მოუწევდათ ფასების დაგდება, სადაც შენ მეზობლად არის ვისოლი მაგალითად გახსნილი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრია საფიქრალი და თუ არ გვინდა ფიქრი, ნუ ვლაპარაკობთ მაინც. ანუ თუ რაღაცას არ გავანალიზებთ სწორად, კარგად, ბევრს ნუ ვილაპარაკებთ მაინც, იმიტომ რომ ზედაპირული მსჯელობა დამღუპელია ყველასთვის. საბოლოო ჯამში გამოსავალი რა არის, ხო? ჩვენ აი ასეთი დიდი საუნჯე დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა, რაც არის ქრისტიანობა და ქრისტიანული მორალი. ეს რელიგია ზოგადად ძალიან კარგი რაღაცაა, უბრალოდ ჩვენ ვერ ავითვისეთ სწორად. დღეს, რა ვიცი, ყველა დადის ეკლესიაში, ყველა ეზიარება რაღაც, მაგრამ გამოდიან და ყველას ავიწყდება, ხო? რომ ქრისტიანები არიან გარეთ. ჭორაობენ, განიკითხავენ უაზროდ და ასე შემდეგ. ნუ განკითხვა ცოტა ისეთი რაღაცა. ამიტომაც პირველ რიგში ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის, თუ საიდან მოვდივართ და რა არის ჩვენი რეალური ძალა, ხო? ქრისტიანობა ჩვენ ხელში არის ძალიან დიდი ძალა. ასევე ქრისტიანობას ვერ შეუძლია ქართველი ხალხი გააერთიანოს ერთმანეთის გარშემო. მაგრამ რატომღაც არც ერთი მთავრობა არ იყენებს ამას. დღევანდელი ჩვენი ეკლესია უბრალოდ პროპაგანდისთვის გამოიყენება უმეტესად. ნუ ახლა თრად ყველა სამღვდელო პირზე ამას ვერ ვიტყვი და ზოგადად ინსტიტუციასაც არ შევეხები, მაგრამ ძირითადად ხო რას ვხედავთ და ჩემი განმოსახედიდან რა ხდება. აი აქაც ანალიზში უნდა შევიდეთ, რატოა ასე, რატო არიან მღვდლები დიდ ჯიპებში მომსხდარნი, ასე და ისე. რაღაც მომენტში მღვდელს ფაქტობრივად სიმდიდრე შეიძლება არც ეკრძალებოდეს რელიგიურად და არც ეკრძალება ზოგადად. ასევე როგორც მე ვიცი, ანუ დიდად თეოლოგი მე არა ვარ, მაგრამ სიმდიდრეს ქრისტიანობა არ გრძალავს. უბრალოდ სხვათა შორის ბიბლიაში წერია, რომ რასაც იშოვი, იმის 10% უნდა შეწირო ეკლესიას. მაგის იქით მილიარდი რო იშოვე, ოღონდ 10% შეწირა ეკლესიას. დღეს ვისაც ძალიან უყვარს თავისი რელიგია, აბა უთხარი, რომ შენ თვითონ უნდა დააფინანსო ეკლესია და არა სახელმწიფო. ეგრევე დაიწყებენ, რომ თქვენ ეკლესიას ებრძვით, იმიტომ რომ დაინგრევა ეკლესია ეგრე რო იყოს. ანუ შენ თავისი იმედი არა გაქვს? ანუ რო გამოდის 1000 ადამიანი და ქრისტიანობას მხარს უჭერს. არ შეიძლება მაგათმა, რა ვიცი, თვეში 50 ლარი გადაურიცხონ ეკლესიას? რატო არ შეიძლება მითხარი? აი ეს ხო უფრო მეტ ბმას გამოიწვევს, აი ამ ინსტიტუციასთან, რასაც ქვია ეკლესია. და რა ვიცი, მიხვდები რომ ეს მართლა შენი ნაწილია და უბრალოდ რაღაცა უაზრო ტრადიცია არ არის. აქედან გამომდინარე ეკლესიას უფრო მეტი ფული შეუვა და ხალხთანაც ანგარიშვალდებული იქნება. უფრო ხო მოტვინავს იმას, რომ განათლებული მღვდლები დაჭირდება და ასე შემდეგ. დღეს განათლება ეკლესიაში პრობლემაა და ეს ეკლესიის ბრალი თითქმის არ არის.
იმიტომ რომ თავის დროზე იყო პრობლემები, რომელიც ვერ გადაიჭრა და მღვდლებს განათლება ვერ მისცეს. ამიტომაც გაუნათლებელ მღვდლებს იყვანდნენ სამსახურში, ეს სამსახური ჩვეულებრივად მსახურებაში. თუმცა ახლა როგორც მახსოვს, კათალიკოს პატრიარქმა კურთხევა გასცა, რომ სასულიერო აკადემიის გარეშე აღარ შეიძლება მღვდლად მსახურება. თუ სწორად ვიცი, ამაზე თავს ვერ დავდებდი. სკოლებს შევხედოთ კიდე, რა ხდება სკოლებში, ხო? არაფერი არ ხდება, ანუ ამდენი წელი გავიდა და განათლების სისტემა ვერ მოვაწესრიგეთ, ხო? არიან ხალხი ვინც აბრალებს ზოგადად ევროპას, რომ განათლება არ აგვაქვს. მაგრამ რატო აბრალებ ევროპას მითხარი? შენ ხო შეგიძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო რაღაცაში? ხო, შეიძლება ევროპამ დაგავალა რაღაც რომ ეს გააკეთო, მაგრამ მოლაპარაკებების მაგიდა, იმიტომ მოლაპარაკებების მაგიდა, რომ შენ შესთავაზო რაღაც კარგი იმას და თუ ის რაღაცის სანაცვლოდ გაძლევს იმ ფულს და გეუბნება შენ ასე უნდა გააკეთო როგორც მე მინდა, მიდი და დაუდე შენ უკეთესი გეგმა. ეს ხო ჩვეულებრივად ხდება ეს ყველაფერი. სხვათა შორის, ანუ არ მინდა ნაცობაში ჩამომართვათ და ეგრევე არ გადამისვლოთ აქეთ, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ძალიან სერიოზული რეფორმები ტარდებოდა და იმას მივიტყვით ახლა, რომ მაგის მერე 100-ჯერ განვითარდა კიდე. ზოგადად კი ვითარდება, მაგრამ დააკვირდით იმ პერიოდს, როდის მოვიდნენ ნაცები ხელისუფლებაში და როდის მოვიდნენ ქოცები ხელისუფლებაში, ხვდებით? ქოცებს ფაქტობრივად მოსვლის დღიდან არაფერი არ გაუკეთებიათ. უბრალოდ რაღაცები მიუშვეს, რაც ნაციონალურ მოძრაობას ძალიან მჭიდრო ლაგმით ეჭირა და კარგი გააკეთეს. ბიზნესი გაათავისუფლეს, აღარ არეკეტებენ ხალხს, შეიძლება არ ვიცი ყოველ შემთხვევაში რომ არეკეტებენ, მაგრამ სამაგიეროდ კორუფციაში იხჩობა მთლიანი ქართული ბიუროკრატია. რას ვიზამთ? ამიტომაც უნდა გავანძრიოთ ჭკუა. ყველა ქართველმა უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი შესძინოს ქართულ საზოგადოებას. ასე რომ ეს იქნება ეს არხი, სადაც უშუალოდ მე და ჩემი მეგობრები მოვაწეობთ და ჩვენ აზრებს განვავრცობთ. ძალიან კარგი იქნება თუ კიდე ვინმე სხვა შემოგვიერთდება საღად მოაზროვნე ადამიანი. ძალიან კარგი იქნებოდა თუ ეს არხი მოგცემდა საშუალებას იმისას, რომ ვიღაც პოლიტიკოსებს კი არ უნდა უსმინოთ მართლა სულელებს უმეტესობას მაგაცას. არამედ დავждეთ და ვისაც რაღაცა გვისწავლია ცხოვრებაში, ერთმანეთს დაუპირისპიროთ ეს აზრები. მე მაგალითად არ მომწონს, აღარ უბრალოდ მე თავის დროზე მემარცხენე ვიყავი, მაგრამ დღეს ჩემ თავს ვეღარ ვაიდენტიფიცირებ მემარცხენე და დამიჯდეს ვიღაც მემარცხენე და შეიძლება საუბარში მაჯობოს მე, ხო? მე სხვა თემაში ვაჯობო და აი ასე კამათში დაიბადოს საღი აზრი და ოდესღაც ჩემი მთავრობა რომ გახდება მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები და მთავარი მოქმედი ძალა საქართველოში, ეგება ჩვენ მაინც უშველოთ რამეს და აი რაღაცა გამახსენდა იდენტიფიკაციაზე. ცალკე ეს გეი პროპაგანდა თავში უნდა მესაუბრო ამაზე, მაგრამ დამავიწყდა. გეი პროპაგანდა ზოგადად ისეთი უაზრო რაღაცაა, ანუ შეუძლებელია ადამიანი არ იყოს გეი და გააგევონ, ასე რომ ვთქვათ. თუ მართლა რაღაცა ფსიქოლოგიურად არის ძალადი ადამიანზე. შენ თუ ხარ ჭეშმარიტი ქრისტიანი, ან თუნდაც თუ მუსლიმი ხარ და შენ ხო ძალიან მკაცრი რელიგია გაქვს და მკაცრ დოგმას მიყვები რელიგიისას, დოგმა ცუდი სიტყვა არ არის კიდე, ვინც რელიგიურები არ ახართ, ისე რომ არ გაიგოთ. შენი შვილი უნდა აღზარდო ჭეშმარიტ იმ ტრადიციების გამგრძელებლად, რომელსაც შენ მიყვები. შენ თუ ამას შენ შვილს ტვინში ვერ უნერგავ, მაშინ შენ ცდები, შენი შვილი ვერანაირ შემთხვევაში ვერ შეცდება აქ. იმიტომ რომ ყველაზე დიდი ზეგავლენა გაქვს შენ, ყველაზე მეტ დროს ატარებს შენთან ბავშვი და შენ თუ არ გინდა დრო დაუთმო შენი შვილის განვითარებას, ეს უკვე სხვა თემაა. შენ ანდობ მთავრობას, რომ შენ შვილს გაზრდის, რომელი მთავრობა გინახავს რომ რაღაც გაუკეთებია, რომ შენი შვილი გაზარდოს წესიურად, ხო? ეს არ შეიძლება მთავრობაზე მინდობა. რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული მთავრობაზე. ხო, კიდე იმაზე დაუბრუნდეთ, რომ აი ტრენდში იყო რომ მიდიოდნენ აი იმ NGO-ებთან, რომელიც დაკავშირებულია ევროპასთან და ეკითხებოდნენ რამდენი სქესი არსებობს და ვინაიდან აი ამ დეგენერატებსაც არ მიუღიათ რაღაც ახალი დირექტივა რომ აი ესა და ეს არის სქესი, ვერაფერს ვერ პასუხობდნენ. იმიტომ რომ ეშინოდათ რომ რაღაც არ დაეკარგათ იქიდან ფინანსები ან რაღაც ეგეთი. არადა, აი ბუნებაში არ არსებობს ორ სქესზე მეტი. შეიძლება მართლა დაიბადოს ბავშვი, ეს სამედიცინო ანომალიაა უშუალოდ რომ ორი სქესით დაიბადოს, მაგრამ ასე ვერ გააგრძელებს ბავშვის ცხოვრებას, ხო? უნდა ერჩიონ ერთი სქესი, რომელიც უფრო დომინირებს ამ ბავშვში, ხო? და ქირურგიული ჩარევებით ხდება ამისი გამოსწორება. ეს უშუალოდ ბუნებრივი ანომალიაა, მაგრამ ახლა გონებასაც შევხედოთ რა. ანუ
თუ ჩვენ ნორმას დავარქმევთ იმას, რაც უშუალოდ მეორდება ყველაზე ხშირად, რაც არის ჰეტეროსექსუალობა ამ შემთხვევაში. კი, ანუ ნორმიდან გადახრა გეობა. მაგრამ არ შეიძლება ამის გამო ადამიანი ცემო. ადამიანი მოკლა და რამე სამსახურში არ აიყვანო მომენტ. გამოდიან და ამბობენ ცალკე ეს მემარცხენე დეგენერატები, ანუ ზოგადად მემარცხენეებზე არ ვსაუბრობ, მე მემარცხენე დეგენერატებზე ვსაუბრობ უშუალოდ. გამოდიან და ამბობენ რომ უნდა დავადგინოთ ქალთა უფლებები, გეებს თავისი უფლებები უნდა მივცეთ. ანუ გეი და ქალი ორივე არის ადამიანი. როგორც კაცი. ანუ არ ჭირდება კაცს თავისი უფლებები, ქალს თავისი უფლებები, გეის თავისი უფლებები, ბავშვს თავისი უფლებები, ხო? ну ბავშვის შემთხვევაში ცოტა უფრო სხვანაირად არის თემა, მაგრამ მოდი ბავშვები გამოვრიცხოთ აქედან და აი ამ სხვადასხვა ადამიანების ჯიშს შევხედოთ, როგორც წარმოუდგენიათ მემარცხენეებს ზოგადად, რომ გეი სხვა ჯიშია და სხვა უფლებები ჭირდება, ქალი სხვა ჯიშია და სხვა უფლებები ჭირდება. ანუ გავერთიანოთ ეს ყველაფერი ადამიანის უფლებების ქვეშ, შენ თუ კაცს ცემ, კი, დაგიჭირონ 3 წლით, მაგრამ გეის თუ ცემ, რატომ დაგიჭირონ 5 წლით? შენ ხო ადამიანიც ცემე და არა რაღაც ღმერთი ანუ მასთან მიახლოებული რომ ზედმეტად გჯიან ამაზე, ხო? სხვათა შორის ახალი კანონი რომ მიიღეს ახლა გეი პროპაგანდას რაღაცა, რა ჩაასწორეს, ხო? უშუალოდ გენდერი ამოიღეს აქედან. რომ ანუ კი გენდერი აღარ იქნება, ანუ გენდერულად რა ვიცი, პენსექსუალი ვერ იქნება ადამიანი, მაგრამ შენ თუ განსხვავებული ორიენტაციის გამო ცემ ადამიანს, მაინც დამამძიმებელი გარემოებაა. ხო, ანუ აი გეი პროპაგანდისტობისგან შორს კოცებიც არ წასულან ჯერ. მაგრამ ამას ხო ყიდიან კარგად თავიანთ მოსახლეობაზე, უბრალოდ თავიანთ ამომრჩეველზე და თავიანთი ამომრჩეველიც უსმენს და როგორც ცხრის ფარა ეგრე მიყვება. ანუ არ შეიძლება ასე ცხოვრება როდემდე უნდა გაგრძელდეს. ასე თუ ვიცხოვრებთ, კოცები კი არა. რავი, რა გითხრათ, ყველაზე კარგი მთავრობა მსოფლიოში ვინც ყოფილა, ეგ რომ მოვიდეს საქართველოში, მაინც ვერაფერს ვერ გვიშველის. რავი. მაშინ ქველმოქმედების მთავრობა უნდა მოვიდეს, რომ რაღაცაში დაგვეხმარონ. რავი, განათლებას უცებიერ ჩაგვიტენიან თავში. ჩვენ უნდა მოვახერხოთ რაღაცა. ჩვენ თვითონ უნდა განვითარდეთ, გავაანალიზოთ რაღაცები. ზოგადად აზროვნება არ არის ადამიანის მთავარი ფუნქცია და პირიქით. შენ თუ არი აზროვნებ, შენ twins ეს ძალიან მოწონს და თუ ნარკომანიას კუძალავთ, პირველ რიგში აზროვნების ნაკლებობა უნდა აუგზავნოთ, იმიტომ რომ როდესაც შენ უარს ამბობ აზროვნებაზე, შენ twinში ძალიან დიდი ნარკოტიკული საშუალებების ამოფრქვევა ხდება. ამას ბევრმა ხო არ იცის. ამიტომაც საჭიროა ისევ და ისევ განათლება. ახლა უკვე დაგემშვიდობებით, ცვლილებების ეპოქაში გეცხოვროთ, ცხოვრობთ კიდევაც, რა ხდება ჩვენ თავს არავინ არ ვიცით. აბა ნახვამდის.